1787 წელს შვედმა მეცნიერმა არენიუსმა ახსნა ელექტროლიტების წყალხსნარების თავისებურება და მან შემოგთავაზა ელექტროლიტური დისოციაციის, ანუ კიდევ შეგვიძლია ვთქვათ იონიზაციის თეორია, რომელიც შედგება 3 დებულებისგან. თქვენ ხედავთ ამ დებულებებს თქვენს ეკრანზე. პირველი მათგანი წყალში გახსნისას ელექტროლიტები დისოცირდებიან, ანუ იშლებიან და ისინი წარმოქმნიან დადებით და უარყოფით იონებს. დადებით იონებს უწოდებენ კათიონებს, უარყოფით იონებს უწოდებენ ანიონებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ იონს აქვს დამახასიათებელი შეფერილობა, მაგალითად სპილენძის იონებს აქვთ ცისფერი შეფერილობა, ქრომს მწვანე, ვანადიუმს იისფერი და ასე შემდეგ. მეორე დებულება ეს არის შემდეგი, რომ ელექტრული დენის მოქმედებისას იონები იწყებენ მიმართულ მოძრაობას. ანუ დადებითად დამუხტული იონები მიემართებიან კათოდისკენ, უარყოფითად დამუხტული იონები მიემართებიან ანოდისკენ. იონების მიმართული მოძრაობა გამოწვეული არის საპირისპიროდ დამუხტული ელექტროდების მისიდვით. შედეგად ხდება ელექტროდენის გატარება. მესამე, ის რომ დისოციაცია შექცევადი პროცესია, მის შებრუნებულ პროცესს ასოციაცია ეწოდება და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ზოგადად შეგვიძლია დისოციაციის პროცესი და ასოციაციის ესეთ ჩავწეროთ. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მოლეკულების იონება დაშლასთან, ანუ დისოციაციასთან ერთად მიმდინარეობს იონების მოლეკულებად შეერთება, ანუ ასოციაციის პროცესი. ნახოთ რამდენიმე ცდა, რომელიც არის ელექტროლიტურ დისოციაციასთან დაკავშირებული. ესეთი მარტივი ხელსაწყო ავაწყოთ ამისთვის, რისგან შედგება ახლა ეს ხელსაწყო? შედგება ჭიქისგან. ხედავთ თქვენ. ამ ჭიქაში არის მოთავსებული სპილენძის ელექტროდები. ერთი ელექტროდი სადენის საშუალებით შეერთებულია ელექტრულ ნათურასთან და მეორე ელექტრულ წრეში არის ჩართული. ახლა რა ხდება? ხდება ის, რომ ნათურა არ ინთება. ნათურა არ ინთება, იმიტომ რომ ამ ჭიქაში მოთავსებული გვაქვს გამოხდილი წყალი. ანუ ჩვეულებრივი წყალი შეიცავს კალციუმის და მაგნიუმის მარილებს, ანუ კალციუმის და მაგნიუმის იონებს. ხის წყალზეა საუბარი. გამოხდილი წყალი ამ იონებისგან თავისუფალია და შესაბამისად არ არის იონები და არ არის მათი მიმართული მოძრაობა და შესაბამისად არ არის ელექტრული დენი, არ აინთება ნათურა. ახლა ავაწყოთ მეორე ხელსაწყო. პრინციპში იგივე ხელსაწყოა, ოღონდ იქ იყო გამოხდილი წყალი და აქ არის მარილი. ეს შეიძლება იყოს სუფრის მარილი, ან და შეიძლება იყოს ტუტა, მაგალითად ნატრიუაში ან ნატრიკლორი. მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ ხედავთ, რომ ნათურა არ ინთება, ანუ ელექტრული დენის გატარება არ ხდება. რატომ? იმიტომ რომ კრისტალურ მესერში, აი ნაერთის იონური ნაერთებია, მაგრამ მათ კრისტალურ მესერში იონები ერთმანეთთან არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული და შესაბამისად მათ მოძრაობა არ შეუძლიათ. ასე რომ ნატრიკლორი და ნატრიუაში მყარ მდგომარეობაში ელექტრულ დენს ვერ გაატარებენ. რატომ? იმიტომ რომ ამ დროს არ წარმოიქმნება იონები. აქედან დასკვნა, რომ მყარი ნივთიერებები და გამოხდილი წყალი დენს არ ატარებს. აღნიშნოთ, რომ ნივთიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება არის ელექტრული დენის გატარება. ელექტრული დენი წარმოიქმნება დამუხტული ნაწილაკების მიმართული მოძრაობის შედეგად. ახლა ნახეთ, რა ხდება ანიმაციაზე. ანუ ჯერ არის რაღაცა სითხე და შემდეგ და როდესაც სითხე არის, ნათურა არ ინთება და შემდეგ ამ სითხეში ვამატებთ რაღაცას და ეს რაღაცა არის სუფრის მარილი, ანუ ნატრიკლორი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ნათურის ანთება. ანუ როგორ შეგვიძლია ეს მოვლენა ახსნათ? წყალხსნარში წყლის მოლეკულების გავლენით მყარი ნივთიერება ნატრიუმის ქლორიდი იშლება, ნატრიუმის და ქლორის, ნატრიუმის დადებით და ქლორის უარყოფით იონებად. ეს იონები ხსნარში იწყებენ მიმართულ მოძრაობას, კერძოდ კათიონები, ანუ დადებითი იონები კათოდისკენ მიემართებიან, უარყოფითები ანოდისკენ და იონების გადაადგილებისას ხდება მუხტის გადატანა, რაც იწვევს ნათებას შესაბამისად. რეალური ცდა მინდა შემოგთავაზოთ
ეს არის ელექტროგამტარობის ხელსაწყოში დენის გამტარს არა მეტალის მავთულები, არამედ ნახშირის ელექტროდები წარმოადგენს ამ შემთხვევაში. აი ხედავთ თქვენ ნახშირის ელექტროდები. როდესაც იყო მყარი, მხოლოდ მყარი ნივთიერება, მაშინ დენი არ აინთო, ან ნატურა არ აინთო, გატარება არ მოხდა, იმიტომ რომ არ იყო იონები. აი ხა წყალხსნარი დაამზადდა და ხელახლა ჩადებს ამ ელექტროდებს. ეს ნახშირის ელექტროდები ებონიტშია მოთავსებული. აი ჩადო და ხედავთ ახლა თქვენ რომ ნატურა აინთება. ანუ წყალხსნარში წარმოიქმნა იონები, დაიწყეს მათ მიმართული მოძრაობა და შესაბამისად ნატურაც აინთო. შემდეგი ანიმაცია, რომელიც გვაჩვენებს მჟავა წყალხსნარებში ელექტრული დენი გადის თუ არა, ანუ მჟავა წყალხსნარები ატარებენ თუ არა ელექტრულ დენს. ორი ჭიქა არის პირველ მათგანში ათავსებენ მარილმჟავას და მეორე მათგანში ძმარმჟავას ხსნარებს. და როგორც ხედავთ, ნათება არის ორივე შემთხვევაში, თუმცა მარილმჟავას შემთხვევაში უფრო ძლიერად ანათებს ნატურა, ვიდრე ძმარმჟავას შემთხვევაში, იმიტომ რომ მარილმჟავა უფრო ძლიერი მჟავა არის. ნატურის ანთება რაზე მიუთითებს? მიუთითებს იმაზე, რომ ხსნარში ხსნარში წარმოიქმნება თავისუფლად გადაადგილების უნარის მქონე დამუხტული ნაწილაკები და მათ გადააქვთ დენი. ანუ წყალში გახსნისას მჟავაც იონებად დისოცირდება. ეს მჟავების ძალიან მნიშვნელოვანი თვისება არის. მე აღნიშნე, რომ მეორე ჭიქაში ძმარმჟავას შემთხვევაში უფრო სუსტი ნათებაა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის უფრო სუსტი ელექტროლიტია მარილმჟავასთან შედარებით. თუ ავიღებთ მარილს, მაგალითად ნატრიუმის ნიტრატს და გავალღობთ, ნატურა ამ შემთხვევაშიც აინთება. იმიტომ რომ ელექტროლიტში დენის გატარებისას ხდება იონების სივრცითი დაცილება და მათი შემდგომი განმუხტვა იონების წარმოქმნა, რასაც ელექტროლიზი ეწოდება. მარილები არა მარტო წყალხსნარებში, არამედ განლღობის დროსაც დისოცირებულია იონებად, ასე რომ მარილის წყალხსნარები, ისევე როგორც მათი ნალღობი, ატარებს ელექტრულ დენს. რას ეწოდება დისოციაციის ხარისხი? იონებად დაშლილი მოლეკულების რიცხვის შეფარდებას გახსნილი მოლეკულების საერთო რიცხვთან დისოციაციის ხარისხი ეწოდება. ანუ ხარისხს აღნიშნავენ ალფათი და ალფა ტოლია იონებად დაშლილი მოლეკულების რიცხვის შეფარდებას გახსნილი მოლეკულების საერთო რიცხვთან. რაზეა დამოკიდებული ალფა? ელექტროლიტის ბუნებაზე, ტემპერატურაზე, კონცენტრაციაზე. თუ ალფა მეტია 30%-ზე, მაშინ ეს არის სუსტი ელექტროლიტი. ასეთია ორგანული მჟავები, ყველა ორგანული მჟავა, მათ შორის ძმარმჟავაც და ანიმაციაში ვნახეთ ჩვენ, რომ ძმარმჟავას შემთხვევაში ძალიან სუსტად ინთებოდა ნატურა. გარდა ამისა, ჰ-ი, ანუ გოგირდწყალბადმჟავა, სილიციუმმჟავა, ნახშირმჟავა, აგრეთვე ციანწყალბადმჟავა. საშუალო, როდესაც ალფა მეტია 3%-ზე და ნაკლებია 30%-ზე. ანუ ეს არის ფოსფორმჟავა, ტორწყალბადმჟავა, აზოტოვანი მჟავა, გოგირდოვანი მჟავა, ამონიუმის ტუტე. ძლიერი, როდესაც ის მეტია 30%-ზე, ეს არის თითქმის ყველა მარილი, ტუტეები, ქლორწყალბადმჟავა, ბრომწყალბადმჟავა, იონწყალბადმჟავა, ეს არის გოგირდმჟავა, აზოტმჟავა, მანგანუმჟავა, ქლორის მჟავები, როგორიც არის ქვექლორმჟავა და ქლორმჟავა. ანუ ისინი ყველანი წარმოადგენენ ძლიერ ელექტროლიტებს.